მოგესალმებით, თინანოსთან გრძელდება და დღეს მყავს მე თანაწამყვანი. გთხოვთ მივესალმოთ ბატო კელავტრიშვილი. ბატო, ხელში რა გიჭირავს? ვინ არის ჩვენი სპონსორი? სიფსიპი, რომელი გემოგიყვარს ყველაზე ძალიან? ეს. ორცხობილა. და ასევე ჩვენი სპონსორი არის Delphi Cosmetics. კიდე ეს და ეს. ხო, ძალიან კარგია, ცოტა ხანში დავაგემოვნოთ. კიდევ არის ჩემი სპონსორი Delphi Cosmetics, რომელსაც აქვს აი ესეთი სასაჩუქრო ბოქსები, ყუთები. ერთის ფასი მეგობრებო არის 59 ლარი, სადაც არის გლოსი და ბლაში. Hello. ოჯახის ახაც. ლუნა! რომელიც არის პატარა, ჯერ 5 თვის. ლუნა. ბატო, ძალიან გიყვარს ძაღლები? ფისოები? ფისოები არა იდეა. აბა როგორი არის კერძო სახლში ცხოვრება? და თუ მიაჩვია ცოტა თბილისიდან ცოტა შორს ხარ. როგორი ბაგებში იყავით? ბაგებში ვიყავით ისედაც ხო? ლაკიაში ხო, საყვარელია, ძალიან. მეც მიყვარს ძაღლები და ვატოსაც. იცი რა, კერძო სახლში ცხოვრება, სულ გვინდოდა მეც ილოსაც, ჩვენ შვილსაც ჯერის და ძალიან უნდოდა რომ კერძო სახლში ყოფილიყავით და ეთქი რატომაც არა, მოდით სადაც, 2 თვეა რაც საქვარც და საკმაოდ რთულია. აი, შეხედეთ ეზო ჯერ არ არის დაალაგებული, იმიტომ რომ სულ წლიმდან ქარი იყო და ვერ მოვული, ანუ სახლი ხო უნდა დაალაგო, ეზო ხო უნდა დაალაგო, ბავშვებს ხო უნდა მოუარო, ძაღლი ხო უნდა გაასაირნო, მარსაც ხო უნდა მოუარო და ცოტა დრო რჩება მე საკუთარი თავისთვის. დრო დადგა, რომ ანი მგვაჩვენოს თავისი 2 წუთიანი ძალიან მარტივი მაკიაჟი. ცოტა ხმამაღალი თქო მე უბრალოდ ვეცდები რომ ოდნავ გავლამაზდე, ოდნავ. ეხლა პაჩები მეკეთა. არაფერი არ მიქნა, ის საერთოდ არაფერი. მოდი დავიწყოთ, ხო? კი ბატონო. Delphi-ის სიკრემი შეიცავს ასევე მზისგან დამცავს და ზაფხულში არის საუკეთესო. თან თუ მოგწევს მაგალითად ჭორფლები და გინდა რომ ბუნებრივად გამოიყურება და ამისთვის არის ზუსტად ეს სიკრემი. ერთ ფერში მოყავს კანი, კარგად ფარავს და თან ვითომ აი ეგეთი ხარ სადაც. გარდასახული მაკიაჟი და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ, არ მინახე ხარ, ან ცოტა ჩავი თვალებიც მოუქვს რო ეძახიან, კი, მაგრამ ხო იშვიათად და ხო ისიც რაღაცა. აი მაგიტომ ეზიზღება ხოლმე გადაღება ან რაღაც მსგავსი, რომ უნდა მომიწიოს გაკეთება და ის მაგრამ წითელი ტურსაცხი ძალიან გიხდება. აი აქსესუარების ბრენდი როცა გიღებს ხოლმე, მინახე ხარი ვარდისფერი წითელი ტურსაცხი და ძალიან გიხდება. კი ბატონო. სხვათა შორის მე მიყვარს ძალიან ბლაში, ვარდისფერი. ხო. და შენ ეს გისვია? კი, ეგ მისვია. სამი ფერი აქვს და ტერაკოტას. ოღონდ ყოველთვის ვიყენებდი აქამდე იმას ხვიერს და ახლა ნელ-ნელა გადავდივარ. რა ქვია ამას? როგორ ქვია? კრემოვანი ბლაში. კი ბატონო. აბა მე როგორ მიყვარს იცი? მარტო აქ არა. აქ რო წავისმე, მე ის ფუნჯი გადამაქვს ესე მთლიან ცხვირზე და აქ მზის ეფექტი, ანუ სანქის ეფექტი. კი ბატონო. მოგწონს და. აბა, ოღონდ ვცდილობ რომ მკვეთრად არ იყოს რა. შენი საყვარელი პროდუქტი რა არის? ჩემი საყვარელი პროდუქტი არის ბლაში, რომელსაც ტუჩსაც ვიყენებ, თვალზეც ვიყენებ, აი აქაც ვიყენებ. თვალზე მეც. Delphi-ის კონსილერი არის, კრემოვანი სტრუქტურის არის, თან კრემსაც შეიცავს, ანუ 2 ერთში პროდუქტი არის და აი სულ მაქვს ხოლმე ჩაშავებული თვალები. ხან არ მძინავს, ხან ადრე ვიღვიძებ და არ მყოფნის ეს ძილი გადაღრილობა და ეს სიშავებს ისი აქრავს, რომ გეგონება რომ რაღაც ერთი კვირი სადღაც ვისვენებდი. ხო, მე იცი რა არის, სიშავებზე მეტად მაქვს ეს დასიებული და შეშუპებული ხო და ამის ერთ-ერთი წამალი არის სწორი ძილი და წყალი. ანუ ხო არის რომ ანუ ბევრი წყალი ზოგადად ასიებს და აშუპებს ორგანიზმს, მაგრამ ასევე ცოტა წყალიც ეგრე არის. და ვცდილობ რომ მოკლედ ტონალურზე არ ვგიშდები, მირჩევნი ან ბიბი კრემი ან სისი კრემი. ბლაში მიყვარს ძალიან, ტუში იცი რა არის
მომწონს რომ ისვია, მაგრამ ხშირად მეთხრაპნება ჩამომდის და აი ეგ ცოტა მეზარება ხოლმე რა. მოშორება ყველაზე მეტად მე ტუშის არ მიყვარს. სახში რა მოვდივარ და რა უნდა მოიშორო, იმდენად რთულია. თუ ბიფაზური არ გაქვს ზეთოვანი მოშორებელი. აჰა. ცოტა ხანში მეგობრებო მზად იქნება და დავიწყებთ უკვე სხვადასხვა საკითხებზე საუბარს. ერთი წუთი, ცოტა ხანი კი არა. ეს ალბათ 3 წლის უკან აღმოვაჩინე პირველად, თუ არ ვცდები, ხო, ბებე მყავდა ახალი გაჩენილი. ხო. ეს არის საოცრება ხალხო. ეხლა ნახეთ. ხო, ეს პებს არ შეიცავს, ეს შეიცავს, მაგრამ პირველად აი ეს მახსოვს ვარდისფერი. გავაკეთოთ ხო, შუშხუნა. გამოვიყენე, ეს არის შუშხუნა და ისეთი სასიამოვნოა. თან რო აგრილ. ან აგრილებს და აი აუ მინდა შენებია და მე მიყვარს ცისფერი ძალიან. ამ შვიდავს ფეხებზეც ძალიან კარგია. დასეულ ფეხებს შორის. აი ცისფერი. და წარმოიდგინე რა სასიამოვნოა ეს რუჯის მერეც. გვაქვს რუჯის შემდეგ. ეს არის რუჯამდე, ანუ ის რომ დაიცვა და არ დაიწვა. ეს და გვაქვს მერე რუჯის შემდგომი, რომ შეგინარჩუნდეს, არ აგექერცლოს. ხო და ძალიან კაი რამეა და აუცილებლად სცადეთ. აი ძალიან კარგი. გიჟდები? ეს რა კარგი. აბა მთლად ნუ ამის ის უნდა, მთლად ნუეცდებით რომ ეს ვარდისფერი იყოს, იმიტომ რომ მე საკუთარი თავის შეჭმა მოგინდებათ. ეს ყველანია. სა და ხა ტუში. ვილდით. კაი. შენ ტუშს დაბლა ისმო ხოლმე? გაჩნია როგორი ხასიათის მაკიაჟი მაქვს. ხან ისე ხან არა. ძალიან სადა თუ არის, ვცდილობ რომ წამწამები გამოვკვეთო და ორივე თუ ისაც გადატვირთული მაკიაჟი მაქვს, მხოლოდ ზემოთ. ყოველდღიურად იყენებ მაკიაჟს? თუ გადაღება არ მაქვს, არა. CC-კრემს და ის კონსილერი, რომელიც გითხარი, აი გამოვანათებ სადმე რომელ კონსილერს გულისხმობ, იმას ყოველდღე. იმიტომ რომ აი მგონია რომ მოწესრიგებული ვარ ძალიან და ესე კარგად გამოიყურება სახის კანი. მე ბლაშ გადავინაწილებ და ეგ არის ჩემი მაკიაჟი და ტუშს თუ გადაღება არ მაქვს, ალბათ შეიძლება არ გამოვიყენო. ამ ბოლო დროს მომწონს ტუჩის ტინტი. რაღაცნაირად ხო მე კომფორტული. ტინტი რომელი არის აი რო იკარცლება? ხო, რო წაისმა ცოტა ხანი გააჩერებ და მოიშორებ და ის გაქვს და ერთადერთი ანუ გლოსი შეგიძლია დაიმატო რა ზე და საკმარისია. და რომ მოგვიყვე შენ შესახებ, აი როდის გადაწყვიტე რომ ყოფილიყავი მსახიობი, შემთხვევით მოხდა, არ მოხდა, შემთხვევით მიზან მიმართულად ბავშვობიდან მსახიობობა გინდოდა და თან ხარ შენ თეატრის მსახიობი. კი. იცი რა, რო გითხარ ბავშვობიდან მინდოდა თქო მოგატყუებ, მაგრამ ახსოვს რა ერთხელ სპექტაკლზე ვიყავი და რაღაც აი ძალიან მოვინუსხე, ძალიან ვიგრძენი ის ჯადოსნური გარემო, რაც თეატრს აქვს და კი ვიფიქრე რომ მეთქი რა კარგია რომ მეც ამის ნაწილი ვიყო თქო, მაგრამ სერიოზულად არ მიფიქრე და ანუ ვაპირებდი ჩაბარებას ჟურნალისტიკაზე და ბოლოს როცა უნდა შეავსო და შემოხაზო ფაკულტეტები თუ რაც იყო, მაშინ გადავწყვიტე რომ მოდი ვიყოს თეატრალური თქო და ბოლო 2 თვე მოვემზადე. უნდა მოვამზადო 3 პროზა, 3 იგავი, 3 ლექსი, ცეკვა, სიმღერა. და ბოლო თვეში მოვემზადე და ჩავაბარე. მოდი ჩვენი ქვეყნიდან გამომდინარეც მაინტერესებს რა ხდება, როგორი არის თეატრი საქართველოში, უნივერსიტეტში ისწავლე, დაამთავრე და შემდეგ უკვე დადიხარ კასტინგებზე ცხადდება, რეჟისორმა უნდა აღმოგაჩინოს, რეჟისორი უნდა მონუსხო, უნდა დაუმეგობრდეთ. ნახე, როგორ არის. ეხლა ამ ეტაპზე არ ვიცი, როგორ არის, მაგრამ ჩემ დროს როგორ იყო, როცა დავამთავრე, მაგას გეტყვი. ჩვენ დროს იყო ხოლმე მიღება მაგალითად ერქვა ესე თბილისის ჯგუფი, ასევე თელავის ჯგუფი, მე ვიყავი თელავის ჯგუფში და იყო კიდე საინგილოს ჯგუფი. და მე იდეაში ესე უნდა ყოფილიყო, რომ 4 წელი რო ისწავლიდი თელავის ჯგუფი, იმიტომ ქვია რომ მე წახვიდოდი თელავში და იქ იქნებოდი თეატრში. თუმცა ესე სამწუხაროდ არ ხდება ხოლმე, მაგრამ აი ამ 4 წლიანი სწავლების დროს საკურსო სადიპლომოს როცა თამაშობ, ესწრება სხვადასხვა რეჟისორები, სხვადასხვა თეატრიდან და თუ მოეწონები მე შემოგთავაზებენ რამეს, თუ არ მოეწონები და არ შემოგთავაზებენ და ასე შემდეგ. ძალიან იშვიათად არის ხოლმე ზოგადად თეატრში კასტინგი. თუმცა ყოფილა ერთხელ მახსოვს მარჯანიშვილის თეატრში იყო კასტინგი კონკრეტული რეჟისორის კონკრეტულ რაღაც პროექტზე და მახსოვს რომ აი მთელი თეატრალური ვიყავით ყველა თაობა ლამის და ნუ ფიქრობდი რომ ანუ მე შანსი მაქვს 0 თქო, იმიტომ რომ
გამოცდილება ძალიან ცოტა, ანუ აი არაფერი, იმიტომ რომ სანამ ჩავაბარებდი, მანამდე ხო არიან ადამიანები წლები დადიან რაღაც მასე დიდი გამოცდილება. ხო, დიდი გამოცდილება აქვთ, ან ახლობელი ყავთ ვიღაცა და ნუ მეტი კავშირი აქვთ თეატრთან და მე ასე არ ვიყავი და მეგონა რომ შანსი ნული მქონდა და იმასაც ვფიქრობდი რომ მეთქი არის არ შევალ თქო. მაგრამ შევედი და ამიყვანეს სხვათა შორის და რამდენი აგვიყვანეს? მგონი 12, ხო? და ამ 12-ში მოვხვდი და ძალიან გამიხარდა. შემდეგი ჩემი კითხვა იყო ეს ზუსტად გოგა პეპინაშვილი დგავდა სპექტაკლს თუმანიშვილის თეატრში თავის ართვოლის ბავშვებთან ერთად და მან ვიყავი როგორც ასე ვთქვათ მიწვეული მსახიობი და ну აი მაშინ გავიარე ყველაზე დიდი გამოცდილება, გამოცდა, რავი რაც არის, იმიტომ რომ ანუ სცენაზე თეატრში ფეხის დადგმა და იქ ყოფნა არის ძალიან რთული და დიდი პასუხისმგებლობა და ეს მეორე თუ მესამე კურსი იყო, როცა ეს ყველაფერი გავიარე. მე მაგას დაემატა რაღაც სერიალი იყო ძალიან ადრე იმედზე, მე და თუქაცარავა ვიყავით მთავარ როლებში. მაინდ ვიყავი რაღაც პატარ-პატარა ფილმები და ასე რომ ვთქვათ, საკმაოდ გამოცდილება მივიღე. თეატრიდან გადახვედი თან კინოში. უბრალოდ კოლაბორაციასავით თეატრშიც იყავი და კინოშიც. არა, მაშინ თეატრი როგორ ვიყავით? ანუ შტატში კი არ ხარ, რაღაც კონკრეტულ სპექტაკლებზე გიწვევენ და მე უკვე რომ დავამთავრე სანდრო მრევლიშვილმა ახლა გარდაცვლილი არის, თავისი თეატრი ჰქონდა და მან დამირეკა და მითხრა რომ თუ გინდაო ჩემთან თეატრში და მეთქი რა თქმა უნდა ბატონო სანდრო და მე მგონი 5 წელი ან 4 წელი ვიყავი მასთან და რო გარდაიცვალა მე წამოვედი. სპექტაკლი. ავიცი რა თითქმის ყველა სპექტაკლი მიყვარს. ახლა მეტყვით პაუზა მაქვს, უფრო სხვანაირი ნოსტალგია მაქვს და მიყვარს. თითქმის ყველა როლი რაც მითამაშია, სიმართლე რომ თქვა. რომელ როლში გრძნობ ყველაზე კომფორტულად თავს? აი როგორ სირგებო თუ ყველაფერს თან. ეხლა გეტყვი, ნახე. თეატრშიც კინოშიც, რა ვიცი, სერიალებშიც, ყველგან ან არ მინდა ბატონ მომისმინოს გავშვი. წადი. ესე იგი, ან მკვდარ ვთამაშობდი, ან თავს ვიკლავდი, ან უკვე გარდაცვლილი ვიყავი და სულ დრამა და ძალიან მინდოდა კომედიაში თამაში, რომ მეთქე, ნუ რა არის, რა არ მინდოდა რომ დაშტამპული ყოფილიყავი და თან მინდოდა რომ ჩემი თავი მეცადა კომედიაში, თუმცა ვერ მოვახერხე. წინ გვაქვს ყველაფერი თუ არა? ხო, არა, ისი რა არის? ეხლა სიმართლე გითხრა, თეატრი მინდა თქო მოგატყუებ. მაგრამ რომ მეგონა რომ არ მინდოდა, ბოლოს ერთ-ერთ იმაზე ივენტზე იყო ჩიკაგო და რო ვიყურებდი, მან ძალიან მომაწვა ემოციები და ვიტირე რომ მეთქი მეც იდეაში სცენაზე და ვიდეკე თქო და ძალიან ემოციური აღმოჩნდა ჩემთვის და მოგენატრა სცენა. მან მიხვდი რომ მომენატრა სცენა კი. გაიგეთ რეჟისორებმა მომენატრა სცენა. ხო რეჟისორებს უნდა მიმართოთ. კი რეჟისორებს. არა, მაგის მერე კი არა და რაც ცოტა ბავშვები წამოიზარდნენ, ფილმებზეც მქონდა შემოთავაზება, თეატრშიც, მაგრამ აი თავიდან თითქოს ახლა ივნა დავთანხმდი რაღაცა, მაგრამ ბოლოს საბოლოოდ ვაიც უარი უთხარი, იმიტომ რომ თვითონ ადამიანი ვინც აკეთებს, ანუ რეჟისორი თუ არ არის ძალიან ახლოს ხედვებით, ჩემს ხედვებთან, ანუ ისე რაც უნდა პროექტი იყოს, არ მიგრს ჩემი ენერგიის გაფლანგვა მაგაში. თუმცა ახლა ბოლოზე ვერ მოვიტყუები ამ სპექტაკლზე, რადგან შემომთავაზეს, იმიტომ დავთანხმდი თავიდან, რომ ერთნაირი ხედვები გვაქვს მე და მაგ ადამიანს, თუმცა მივხვდი, რომ არ ვიყავი მზად, რომ ყურადღება მომეკლოთ ბავშვებისთვის და თავიდან ბოლომდე იქ ყოფილიყავი. რაც გინდა აიღე, ხო? არა, გაფუჭდაო გეტყვის. ვერ იღებ? აბა ორივე ბავშვები მოვადე, ამოიღო. იცი რა, ის ომარაში რო არის? აი ყველა ყრია და ვერ ხო და გადმოყარე, არა, რო გადმოყარე ლუნაში არა ხო. ბატონ, იცი რა მინდა, ეხა როგორც ჟურნალისტმა, ხო მოვედი და წამა მეტი. ერთი წუთი. წაიყვან. შენი პირველი გამოჩენა კინოში. გავიხსენოთ, რომელი იყო? კინოში თუ ეკრანზე? ეკრანზე. ეკრანზე.
პირველი იყო აი მედიზე რო ადრე გადიოდა სერიალი ფსიქოპატა თამაშები ერქვა. უდიდესი გამოცდილება მე ვიყავი, თუმცა არ იყო ისეთი პოპულარული, როგორც მაგალითად დაქალები არიან, ხელოვნური სუნთქვა გახდა. თან მაშინ ძალიან ახალგაზრდა, რამდენი წლის იყავი? ეხაც ახალგაზრდა ხარ, მაგრამ არ მაშინ მახსოვს. რო გამოჩდი ჩვენთვის იყო, რომ ვაიმე ეს გოგო საიდანღაც ჩამოიყვანეს, ისეთი ულამაზესი თვალები გაქვს დამახასიათებელი, საიდან ხარ? მადლობა. საიდან ხარ? მეგრელი ვარ, მამით, დედით გურული, კოლხი ვარ რა. ულამაზესი მადლობა. ესეთი. ხო, ძალიან ბევრს გონი ვარ, ნახევრად არა ქართველი ან რამე. ანუ სუფთა ქართველი ვარ მეგობრებო. იძრა ჯოგონილია. ხო, მე დავატოვე. ჯერი გიშდება ამაზე დათვზე პატინგტონზე და ძალიან უყვარს დათვები. კარგი, თავარ და ბოლო პროფესიაზე გადავიდეთ. იმედია რამე სხვა პროფესია არ გაქვს. ნუ წამყვანი არის, ხო? წამყვანობას თავზე. მე პროფესია არ არის და ჰობში უფრო გადის. ხო. მაგრამ პროფესია ესეთი არის დედობა და აქედან უკვე გავიცანით მე და შენ ერთმანეთი. და დედობამ დაგვაკავშირა მე და შენ ერთმანეთი. და ეხა მინდა მოყვე ამ სირთულეებზე, ვინც არ სულად არის გოგოებს ურჩიოთ, ვინც მაგალითად პატარა ასაკში აპირებენ გათხოვებას და რაღაცა შემდეგ ამათაც ურჩიოთ, ყველაფერი რომ კარგად დაფიქრდნენ, უდიდესი პასუხისგებლობა რო არის დანარჩენი საუბრას. ხო, იცი რა, რახან პატარა ასაკი ახსენ ძალიან რთულია. მე ვფიქრობ, რომ 30 წლამდე ოჯახი არ უნდა შექმნა ადამიანმა, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე უნდა მიუძღვნა მთელი შენი დრო და ენერგია შენ განვითარებას, სწავლას, მოგზაურობას, შემეცნებას, საკუთარ თავის გაცნობას, რეალურად რა გინდა და მერე უნდა შექმნა ოჯახი. უნდა იპოვო ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც შენნაირად უყურებს რიგ საკითხებს და ხო, რომ უფრო მყარი იყოს რა ოჯახი. ვფიქრობ, რომ 30 წლამდე ძალიან რთულია ამ ყველაფერს მიაღწიო და ბავშვის გაჩენაზე აღარ ვლაპარაკობ. მე ოჯახი შევქმენი, სხვა შორის ძალიან ადრე ილომდე. მაინკრაფტი უყვარს კი. ეს ჩემი მაგარია. წამყვანი წაკითხებს სოს. თვლი რომ ხო საკმაოდ პატარა ვიყავი და მაგიტომაც მეც და ისიც პატარები რომ ვიყავით, ნუ არ შედგა ჩვენი თანაცხოვრება ერთად და ილოს მე და ილო 27-ის ვიყავი, მე მგონი 26-ის არ მახსოვს რა. ეხლა ვარ 34-ის და უკვე ორი შვილი გვყავს. აი ილოსად გაიცანი. ილო გავიცანი, რადიოში მუშაობდა თანაწამყვანად და სტუმრად ვიყავი მან დაპატიჟებული და დაპატიჟებული სწორია, სტუმრად დაპატიჟებული რაც არის. და მან გავიცანი მოკლედ რადიოში და მაშინ ძალიან არ მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან უზრდელი მეგონა. და ესე რა. ჯერის პირველი დანახვა და ეს შეგრძნებები მინდა რომ რამდენიმე სიტყვით თუ არის შესაძლებელი რომ ახსნა. არ არის. შეგიძლია ზუსტად გადმოსცე ის გრძნობები. როგორც ორი შვილის დედა, ქალბატონო ანი და რა ანა. ნუ ანი ვარ და ანი ვარ. ნუ პირველი ორსულობის შემდეგ არა, მაგრამ მეორე ორსულობის შემდეგ ვთვლი რომ აი ძალიან მაგარ ფორმაში ხარ და ძალიან მომწონს. აი, მოდი თუ გახსოვს ჩემი მეორე შვილი რამდენი წლის არის? 3. 3-ის, კი ბატონო. ანუ 3 წელი დამჭირდა ხალხო, რომ ოდნავ ადამიანს დავმსგავსებოდი, რას გულისხმობ, როგორ ადამიანს დავმსგავსებოში, გეტყვით ახლა. ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო ჩემთვის მეორე ორსულობაში მომეტე 37 კილო. მაგიტომ ვამბობ, რომ ხო. და 3 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ეხა ჯერ კიდე 9 კილო მაქვს პლუსში. რომ აი ეხა როგორც გამოვიყურები, რომ ესე ყოფილიყავი. 9 კილო გაქვს პლუსში, როდინდელი მასე ხელოვნურ სუნთქვაში რომ მონაწილეობდი და ის მე ჯერი რომ გავაჩინე 4 თვეში ისევ ჩემ 50 კილო ვიყავი და 50 კილოზე დავბრუნდი 4 თუ 5 თვეში. ანისაც გავუკეთეთ, ხო? ხო და ანუ თვლი რომ ეგ არის რა 50-დან 50 მაქსიმუმი მყოფილა 54.
ეხა უბრალოდ დაკლება საერთოდ არ მინდა, უბრალოდ მინდა რომ ვივარჯიშო, რომ ვიყო ჯანსაღად და ეს ჩამოწელილი და ცოტა სტრიებიანი გამკვრივდეს ჩემი ორგანიზმი ეგ მინდა ხო. ხა და რას ურჩევთ ახლა ორსულ გოგოებს, აი რა გააკეთონ რომ სიტყვაზე ან ბევრი არ უჭამოთ თუ არა, ჭამაზე არ არის და მე ვთვლი რომ ჭამაზე არ არის დამოკიდებული, ორგანიზმზე არის, ასე მგონია, ორგანიზმზე არის, თუმცა ჭამაზეც შეიძლება რა თქმა უნდა არის. მაგრამ ივარჯიშონ, ოღონდ აუცილებლად ამეხრიკები თუ გაქვს. არა, მე ვერაფერს ვერ ურჩევ, იმიტომ რომ ტრენერი ვინც ეყოლება, ანუ ორსულებისთვის ძალიან რთულია ესე რაღაცა მე ვურჩიო რა, გებოდი და დადიოდი. არა, მე არ ვარჯიშობდი. ერთადერთი ჩემი ვარჯიში იყო ის, რომ ბავშვს ვუვლიდი და რთულია რა ბავშვის მოვლაც, იმიტომ რომ აი სულ მოძრაობაში ხარ. ჯერიზე თუ ესე მარტივად ჩადაქე? იცი რა 30 წლამდე მოხდა ეგ ყველაფერი და მე მგონია რომ 30-ის რო გავხდი და 30-ის რაც გავხდი მის მერე კანიც შემეცვალა, თმაც შემეცვალა, ფრჩხილიც, ორგანიზმი შენელდა და მგონია რომ აი ამის გამო გამიჭირდა და იმის გამო რომ ფსიქოლოგიურად უბრალოდ ძალიან ძიმედ ვიყავი. როგორი არის ანიბებიას ცხოვრება აი ახლა ამ ეტაპზე? ანიბებიას ცხოვრება ახლა ჩემი ორი ნაგიჟარი შვილი რომ მოვა ნახავ როგორი არის, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ვარ ბავშვებთან, არა თავიდან ბოლომდე ვერ ვარ, კიდე კაი ბაღი არსებობს და რაც მეორე ბავშვი ბაღში შევიყვანე, იმის მერე ხო ცოტა მუშაობა კიდეც ასე რომ ვთქვა. რომელსაც დაიწყება შენი დილა? ახლა უკვე დაახლოებით 8-დან ან 9-დან. ბავშვები როგორც გაიგრძელენ. რეჟიმში თუ არიან ბავშვები, რომელზე იძინებს და არა, რეჟიმში არ არიან. არა და თინანო ისეთი კაი რეჟიმი მქონდა ერთზეც და მეორეზეც, მაგრამ აი რაღაცნაირად ეხა ვერ ვაკეთებ რა და ბაღშიც 11 საათზე მივდივართ და ეხა სექტემბრიდან ჯერის რო უკვე სკოლა მოუწევს, მე არ ვიცი 9 საათზე როგორ უნდა ვიყოთ იქ. ეხლა მხოლოდ ისინი დარჩით, ვინც ჩემსავით ინტერესიანები ხართ, აბა როგორ სახლში ცხოვრობენ ანი და ილო. ბეროშვილი ანი და ილო ბებია ვთქვიკინაღა. კაი წავიდეთ, მე ცოტა ჭორიკანა ვარ, სამტრედიელი ვარ. ნახეთ როგორი საყვარელი მყუდრო ქოზი სახლი არის. თითოეული ის მომწონს, სხვათა შორის კუთხე, ნახეთ აქ როგორი ისეთია თეატრალური მსახიობური ფერადი. ვაიმე ნახე ფოტო, ეს ნინუცას გადაღებულია. ამ ფოტოებს გახსოვს ერთი ამბავი იყო? კი. ლაქტაციის რას ქვია ქართულმა ქალმა? ამაზე კი არა, მეც გაჩვენებ ახლა რომელზე. ნუ მსგავს ფოტოს ასე გვაჩვენე. ვისაც გახსოვს, თქვით. ხო, მე ნახეთ, აქ მოვა და დაждდება თინანო, აქ ეს დაждდება ვინმე, ანუ თამუნა. სხვათა შორის დღეს აუ ნახე. ვაიმე, აი ხალხ, ნუ ამ ფოტოზე იყო ეს ფოტო, მე ეს არის ნახატი, ერთმა ძალიან კარგი მოგო ნახატი და მაჩხა. მაზია. ძალმაზია. ამ სახლში ვიდეომ დააფიქსირა მარჯვენა ფეხით რო შემოვედი? მარჯვენა თუ შემოვედი აშკარად. ხო. და ნახეთ ეს მომწონა ყველაზე და აი წარმოიდგინეთ ახლა რომ ბაღში მომენ, სადილობენ, საუზმობენ. გინდათ აქეთ საბავშვო კუთხე არის. მებოკრება. სადაც ვატო ერთობა უკვე 9 საათია. ესე გამოყოფილი არის ასე. კაია ძალიან მომწონს. შევაფასოთ ახლა, აბა დაწერეთ 10-დან რამდენს დავწერდით რამდენ ქულას. აუზი და საუნა არ გაქვთ? ქირით ხარ? მე რა მაგარი ჟურნალისტი ვარ? ქირით ხარ? გოგო, მე რამის მოგი იმას კაი მარჯვენათი ხო შემოვედი მე. ესეთი მალე გეყიდოთ და იქ მოვა. მექსი. 3-4 ბავშვით დამხვედროდი. საერთოდ ვიცოდი, ეს რასო, პოპოლა. ეს არის ვატო. ჩემი მეგობრის შვილი, ეს არის ჯერი. ხოთი შეიძლება მელიცის რა? ოი, ჯერი არის ხუთი.
ეხლა ცოტა გასართობად, ერთ-ეგივე კითხვას დავუსვამთ შეყვარებულ წყვილს და ვნახოთ აბა რამდენად კარგად იცნობენ ერთმანეთს. რა კარგია, ნახე, სულქმარი კი არა, შეყვარებული წყვილია, იმიტომ რომ სულქმარი შეიძლება იყოს შეყვარებული რა, მაინც არის. კარგი, აბა ვნახოთ ბოლომდე. კითხვა პირველი, სად გაიცანით ერთმანეთი და ერთმანეთს არ გადაიწეროთ? არა, აი მესევოთ. ესე დიდად უნდა დავწერო რომ გამოჩნდეს თუ ჩვეულებრივად წავიკითხავ ხო ესე რო დაემთხვა. ოკეი. გავიცანით და სად გაიცანით? ხო. კაი, აბა გაჩვენებთ. ხო, რადიოში, რადიო, რადიო, სხვა ჯაკო FM. ეხა გვაინტერესოს პირველი დეითი. მისთვის რადიო, ჩემთვის ჯაკო FM-ია, რატო? მე კონკრეტულად მახსოვს. პირველი დეითი სად იყო? პაემანი. მაგრამ ნუ დეითი, ხო? სერიოზული ესეთი. ხო, მაშინ მიქავდეთ. დაწერე. აუ, რა ქვია? ისე დაწერე, მე აი, თავრიში ნარსი. ხო. აჰა, მე დავწერე კაფე ნარიყალასთან მეთქი, ანუ ჩვენი კაფე. აი, კაი. არა, თეატრში მოვიდა და მე მერნიკოვაში ეგ ხო, კაი, მე ვიგულისხმე იმენა დაჯდომა და რაღაცა იქიდან წავედი. ჯერტი მე რო თეატრში მოვედი, შენ ეგრევე მერნიკოვაში არ გამოვყევი მაშინ. მე რო თეატრში მოგაკითხე, მე წვიმაში ვიდექით ის რო იყო. გახსოვს, რომ მიგაცილე წვიმაში რო ვიყავი. ეგ იყო პირველი? მე მგონი ეგ იყო, ხო. მე დაუბრუნდი, ხო აღარ გვახსოვს ახლა პირველი, მეორე, მაგრამ იმენა დეითი, აი ესე კი თეატრში მიგაკითხე და აი სადაც ჩვენ სადეითო ადგილი იყო? სერიოზული, მე სწორად ხო. შენ დაწერ, შენ რა გაჩუქა ილომ პირველად და ილო დაწერს ანიმ რა გაჩუქა პირველად. ანუ ცხოვრებაში პირველად ანისგან რასაჩუქარი მიიღე, მაგრამ შენ პირიქით დაწერ. ოღონდ ერთი წამისანა მაგას ვიტყვი ყველა კონსერვატორის გასაგებად რა. რამდენი ხანი? კაი ხანი უბრალოდ, აი ესე ვაკითხავდი, დავდიოდით, ვსეირნობდით და ასე შემდეგ ყვავილებს ყიდულობდი რა. გაიგეთ? ძველი მაინც old school-ი, მე ვიცავდი, თქვენ იცავთ? всё, წავიდე. აი, კითხვა რა იყო დავიბედე ხა ვცებ? რასაჩუქარი მიიღე პირველად ილოსგან და ილო ანისგან. პირველი იმდენი იყო, რომ მაიცა მე რა, ისიც არ მახსოვს მე რა გაჩუქე პირველად. ლუკას ან მოვედით. მოდი არ დავწერე და ესე ვიმსჯელოთ. მე ვიცი რომ ავერსის წყვილი, ავერსი და გთხოვ დაჩუქეთ რა რაღაცა ისეთი მეხსიერებასთან დაკავშირებული. დაგვასპასა. ოღონდ მარტო კარგი ეხსიერების ხო, აი, მოიცა, მოდი არ დავწეროთ, ისე ვიმსჯელოთ რა. სავარაუდოდ იქნებოდა ყვავილი პირველი და ისე არა ყვავილი, ალბათ ის მწვანე საკურე, არა? კი. გაქვს ახლა თან. მაგრამ კომბინიზონი რომ მოგიტანე რაღაცა ქუჩაში რომ კონტრაბანდასავით კონტრაბანდასავით რომ გადმოიცა ხო კომბინიზონი. ეგ იყო პირველი თუ აუ პირველი საჩუქარი ეგ არ იყო. პირველი საჩუქარი. ხო, დავბერდით. პირველი საჩუქარი ეგ არ იყო, მაგრამ ერთ-ერთი პირველი იყო. ერთ-ერთი პანეგ იყო ან საკურე. იმიტომ რომ კაი ხანი მე მახსოვს რომ რაღაცებს ვერ ყიდულობდი, იმიტომ რომ ერთხელ ტელეფონზე არ ქონდა სალაპარაკო რა. და ანუ მაგ დროს ავდექი ხა ეგოისტური მიზნებით ისევ დაურიცხე რაღაც 10 ლარი თუ არც მიკითხავს რა, აი პროსტა რომ მეთქი რაღაცა მე გადმორიყოს და ამან ეგეთი რამე მე როჯერ აღარ გააკეთო და ამიტომ კაი ხანი ფრთხილად ვიყავი რომ მეთქი ხა რაღაცა ეს სულად არ გაიგოს ან რაღაცა ჩუქა. აი, მოკლედ შენი იყო ან კომბინიზონი ან საკურე, მაგრამ მე რა გაჩუქე. შენ ძირითადად მე გშუქნითი ხომე, მაგრამ აუ, კიდე გახსოვს იცი რა მაჩუქე? ძალიან ლამაზი ყავისფერი ნაქარგიანი საფულე, მე რო დავკარგეთ და მე რო ვიპოვეთ და მე ისე რო დავკარგეთ რა რაღაცა და წერილიც რომ ენდაჩი. ისე ავერსი განჩუქეთ. მე არაფერი არ მეჩუქე. კაი ხანი არ ჩუქნი, მაგრამ რაღაცებს მაძლევდი ხოლმე კაცი. შენ ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი მაინც ის იყო რომ გამომიგზავნო ჩემი ნაჩუქარი ყვავილი რომ შენ მაშინ ეგ გემდება ხო, მის ნაჩუქარ ყვავილებს ვინახავ ბლოკში. კაი, შემდეგი. კარგი, ეხა გავიხსენოთ პირველი ქალაქიდან გასვლა და სად იყო, ანუ სად გახვედით პირველად ქალაქიდან ესე რომ წახვედით. ხა, 1 2 3. ხო. ნუ სხვადასხვანაირად გვიწერია, ამას ვწერე ახალსოფელი, მე მიწერე კახეთი ღოლოიანი, ნუ ერთი და ახალ იგივეა. ღოლოიანის ახალსოფლის გაგზელება. აგა წავედით, რა ქვია, ქართულად როგორ ვთქვათ ეგ? ისა რა ქვია, დავემგზავრეთ სხვადასხვა ადამიანებს კახეთში. ხო, სხვადასხვა მაგრამ ერთ-ერთი იმ ბიჭებსაც რო დავემგზავრეთ, გახსოვს მე რო ერთად დავჯექით და რო სადღაც ვიქეიფეთ. აგა მე ილო და ილოს მამიდაშვილი ელენიკო, ხო.
ჩვენ სამნი. მაგათაც დავემგზავრეთ და კიდევ ისაც დავემგზავრეთ, იყო დიდი მანქანა რა, იწიროჭდები რაღაცა დიდი. გრუზავი კი თუ რაღაც ეგეთი ხო, სატვირთო. და მე კარავი გქონდა წაგებული და ვიყავით ასულები ღოლოიანი, ალბათ კახეთში კახელებს უფრო გეცოდინებათ. მან ღოლოიაში გავატარეთ ერთ დღე კარავში და ხმები გვესმოდა ტურების, მელების, ყველაფრის, ყველა ცხოველის. მე მგონი რომ გლები იყო, მე ამას ვეუბნებოდი ტურები ამ მეთქი არ შეშინებოდა, მაგრამ რეალურად დიდი ტრიალი მინდორია, ეს არის დაღესტნის საზღვარზე, ბოლო სოფელი კახეთში, ანუ ჩემს ხრიდანაც არის ახალ სოფელი და იმას რომ გაცდები, უნდა იარო მთაზე კარგა ხანი და იქ ძველი პაპა ჩემის სახლი აშენებული და ეგ ბავშვობიდან შეგვიძლია ძალიან ძვირფასი ადგილი იყო და ამიტომ იქავედით კარავი ავიტანეთ და ერთად დავრჩით ექსტრემალურ პირობებში. რა მაგარია? კარგი იდეა ძალიან. ეს არსად არ მოგვიყოლო. ხო. ვაუ. all exclusive. ნახეთ ახლა როგორი კითხვა არის, გინდა ქორწინების თარიღი და არ ქვით, გინდა თქვენი სიყვარულის თარიღი, აი ხო არის რომ 7 წელი ერთად ვართ, აი რომელ რიცხვს აღნიშნავთ, რომელ რიცხვში? არა, ეგრე არ გქონდა. ანუ არა. და წელიც ანუ 8 წელია ერთად ვართ თუ 9 წელია, მაგას ეს თulis ვთვლით. 8 წელი და 9 წელი კი არა, მე იმას ვერ ხსენებთ რამდენის ვარ. ის ვარ ერთი ორი კვირა მაღაზიო ფიქრობდით რომ 45 არა 24-ის ვარ ეგრევე ასე რომ ხო კარგი ახლა დაწეროს მოკლედ ანიმ ილო როდის იყო პირველად რომ ეკრანზე გამოჩნდა რომელ ან სერიალში ან ფილმში სადმე იყო თუ უბრალოდ პირველი გამოჩენა რა იყო ილოსი ხო იქნებ შოუ იყო არ ვიცი ანუ სწორად რო თქვა და არა თავისი ხო კი და შენ უნდა დაწერო ანისი პირველად რომელი იყო ზუსტად ვიცი რომ ვერ დაწერს ნაიცა სად გამოჩნდა ეკრანებზე ხო პირველად ცხოვრებაში შენ რო პირველად დაინახე არა ანუ პირველად რომელი იყო მისი სატელევიზიო გამოცდილება კი არა რეკლამები მართლა არ მახსოვს რეკლამები ზუსტად ვიცი რომ რეკლამა იქნებოდა მაგრამ მე მაინც ვაიმე გამახსენდა ჩემი ერთ-ერთი პირველი რეკლამა იყო გალფის რეკლამა რაღაცა ფლეშმობივით იყო გაკეთებული მოლში აუ ძალიან კაი რეკლამა იყო ხა გამახსენდა მაგრამ ნაგ ეკრანზე გამოჩენა დაიწყება აი იყო შენი ილოსი არა ეგ მაინც ანუ რა ხარ რეკლამა არის ეგ ხა მაგას არ ჩავთვლი რა შენ კაცი რომელიც სულ ლაპარაკობს. ოკეი, მაგრამ სხვათა შორის რო იცოდე, კაცი რომელიც სულ ლაპარაკობს სანამ იქნებოდა, ანუ ერთ დროს ხდებოდა პარალელურ რეჟიმში, მაგრამ იუმორინაზეც ვარ გასული და როგორც დებიუტანტი თუ რაღაცა და იუმორინაზეც ვიყავი რა. კურიოზებს მაინც კაცი რომელიც სულ ლაპარაკობს, შეიცვლება, იმიტომ რომ პრინციპში აქედან უფრო გამოსახა. მე დავწერე ხელოვნური სიტყვა 8 წუთი და ტიფლისი და ვერაფრით ვერ ხვდები რომელი იყო პირველი. მე ვიტყვი. ის სერიალი ფსიქოპატი მოვუგე ვერ გავიხსენე. ეგ იყავს. არა და ერთადაც ხო უყურებით მაგრამ ეგ როგორ დავმასე? კაი, ოკეი. კაი, ახლა ძალიან მარტივ კითხვებზე გადავდივარ. ბოლოს კინოს და მუსიკას საყვარელი საჭმელი ილოსი დაწერე შენ არის? საყვარელი საჭმელი ყველაფერი რაც ხორცის გარეშე. მე უნდა დამეწერა ყველაფერი ხორცით. არა აქ მნიშვნელობა რა თავარია ხორცი იყოს, ეგ უნდა დამეწერა. კაი, სასმელი თუ გინდა არ დაწეროთ, თქვით, სასმელი. სასმელი? მე დავწერ მაინც. არ ვიცი. მე მაინც ილოს საყვარელი ალკოჰოლურს სასმელი ან რაღაცა. ხო. არა? წყალი. წყალზე მე ვგიშდები, მე მეყვარს. მე ალკოჰოლურს. მე დავწერე ხვანჭკარა. ხო, ნუ ღვინოც მეყვარს, მაგრამ ეს საყვარელი სასმელი არის წყალი ჩემი. ვგიშდები წყალზე და შენ არა, ისეთი სასმელები და ჩემი საყვარელი სასმელი. ჩემი სისხლის რომ წავ. კომპოტი. კომპოტი, ოკეი, კაი. მაინც მეცადინება. გაზული ბავში ვარ და მოკლედ ჩაცდომა იქნება ეხლა თან შეიძლება ჩემი YouTube-ს უყურებს თინეიჯერები, პატარები, ახალგაზრდები თუ ძველგაზრდები, აუცილებლად უნდა მითხრათ ორივე საყვარელი რეჟისორი ვინ არის, კინორეჟისორს გულისხმობ, თუ ყავთ რომელი არის. ჩვენი? თუ გინდა თქვენ თუ გინდა ერთმანეთის უკვე ეს ისეთი ის არის რომ რჩევებია უფრო. აი ნახე, მეც და სავარაუდოდ ილოც ბოლო დროს ეგრე არის. არ მყავს არც საყვარელი მსახიობი, არც რეჟისორი, არც მუსიკოსი. ანუ ესე ერთი კონკრეტული არ მყავს, იმიტომ რომ არიან რამდენიმე მაგალითად რა. ესე ერთს ვერც ერთ სფეროში ვერავის ვერ გამოვარჩევ. აი ძალიან რომ მოვიდა შენთან. ეხლა რო თქვა. ყველა ნახე ცხოვრების ყველა ეტაპზე რაღაც და ვიღაც მოდიოდა ჩემთან ძალიან ახლო
სახელს გულთან ხვდები? აქ არის ერთი რამე მნიშვნელოვანი, ეხლა რო თქვა keyword-ია ეგ რა, რომ ბოლო დროს ილოც ეგრე არის. რატო ბოლო დროს? იმიტომ რომ მე რო რაც სულ სხვა არის, როცა აფასებ, როცა არ ხარ ამ სფეროში, ანუ არ ქონია შეხება კამერებთან, არ ხარ თქვა ამ სახიობი რაღაცა. მაინც ხარ შემფასებად. მაშინ სხვა რაღაცებით გაიფობდი. როგორც კი მე უფრო შიდა სამზარეულო ნახე ამ ინდუსტრიის, თუნდაც ლოკალურ დონეზე, ხო მეტად ხვდები უკვე იქაც როგორ იღებენ, იქ რა შვებიან. ამიტომ როგორი რაღაცაა, იცი რომ ზოგადად ეხლა გიждებ, ძალიან მიყვარს კრისტოფერ ნოლანი რა, მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი, მაგრამ ეგრევე მიყვარს სკორსეზე. როგორც მაგალითად ხო, სახეებში მაგალითად ალბათ რომ მკითხო ნილო საყვარელი ფილმი რომელია ვიტყოდი იმას ინტერსტელარს სერიალზე ვიტყოდი მაფიოზებზე რო არის რა ქვია სობრანოს კლას ხო და ჩემ შემთხვევაში ალბათ საყვარელ სერიალს მაინც რა ისე რო გამოვყოთ ლეფტოვერი და აი არ ვიცი რა კიდე არის რაღაცეები მაგრამ ნუ აი ბოლოს ნანახი რა მოგეწონა მაშინ ბოლოს ნანახი ილოს მოეწონა ბუნკერი მე არ მინახავს აუ საილო გეხვე მე მაგის პიარი ვარ საქართველოში ოფიციალური ამბასადორი ლამის სადაც წავედი გინა YouTube გინა ნებისმიერ ფორმატში სტუმრად ვიყავი ყველგან მომავდა აქაც ვიტყვი საილო ნახეთ ეს საილო მე გავიგე ჯაფარასგან ჯაფარას პოდკასტი როა მაგარ მითხრა და ეხა მე ვცდილობ ამის პოპულარიზაციას მეც ნაუყურა საილო ნახეთ პირველი სეზონი გამოსულია მეორე და 3 ივლისს დაიდება მესამე სეზონი ეს არის ძალიან მაგარი წიგნის მიხედვით და მეოთხეც ეგრევე მალე მიყვება იმიტომ რომ 6 სეზონის გადაღება. კაი, მე ვიტყვი ალბათ მხევლის წიგნი, ალბათ, იმიტომ რომ სხვა ხა ესე არ მახსენდება. ბოლომდე მიყევი მხევლის წიგნს. ბოლო არ მინახავს, ჯერ ახალი არ მინახავს. და ბოლო რა იყო რაღაც სერიალს რო უყურებდი რომ ჩაგიწრი ერთი პერიოდი, მე რო თქვი რომ მაგითო აღარ უყურებ სერიალებს, რომ დრო არ მაქვს და მე რაღაცაო ბავშვები. აი ეს რა ქვია, თამაშებზე რო არა ქვია. Squid Game. ხო, ნუ ეგ უბრალოდ ხა ბატი ის არის. სემიჩკას ვეძახი ეგეც არის. წიგნზე გითხარი და დაგემშვიდობებით. წიგნი არ მაქვს მე ეს ერთი არაფერი, ილოზე რასაც ვიტყვი, ხო, ბოლოს რა წავიკითხეთ? აი მე წიგნი ბოლოს რა წავიკითხე, მართლა ძალიან დიდი ხანია წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ ალბათ უფრო მონტესორის ბავშვის განმავითარებელი ხო, უფრო ეგ. მე სხვათა შორის ეხა ვაპარაკო. და ეხა გეტყვით რატო ერთი წუთი დავასრულო. იმდენი პიესა მაქვს წაკითხული, ხალხო, იმდენი პიესა მაქვს წაკითხული, რომ აი, უკვე აღარც ხალისი, აღარც ნერვი და არაფერი აღარ მინდა, რომ წავიკითხო. მაგრამ სხვათა შორის ერთი რამე რა, ეხა მე დღეები ვფიქრობ, გასულს რო გითხარი წიგნის კითხვა დაწყება მინდა მეთქი წიგნის. ერთი რამეა, რომ წიგს რო კითხულობ ადამიანი, ანუ გან მარტო იმას კითხულობ, რაც იქ წერია და საინტერესო, ანუ თვითონ რაღაცა ტვინით სხვა მოუძე გადადის, აი, ბევრად უფრო სავარჯიშოა რა, ასე თქვა ტვინის. ეხა ამ სოციალური ქსელების ეპოქაში, შენ როცა კითხულობ, კი არ უყურებ და რაღაცა, შენ კითხულობ და უნდა წარმოიდგინო და დღეს ყველაფერი რომ ზამზარეულია და ხელოვნური ინტელექტია თუ ეს არის თუ ის არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ბოლო მე რაც მახსოვს ეხა ვაპირებ რომ წავიკითხო საილო რო გითხარი მაგის ეხო ეკრანიზაცია ჰიუ ჰაუი არის მაგისი ავტორი რა ძალიან მიყვარს ზოგადად ეგეთ სამეცნიერო ფანტასტიკა მაგრამ მე ძალიან დიდი ხანი არ წამიკითხია საყვარელი მაინც ოსტატი და მარგარიტა იმიტომ რომ სულ აი არ არსებობს რაღაცა თემაზე საუბარი რომ არ შეეხო მაგას არა რაღაცა საყვარელი რომ ეხა ძალიან მიყვარს დოსტოევსკი ძალიან მიყვარს ბულგაკოვი ძალიან მიყვარს. მე არ მიყვარს, იმიტომ რომ თეატრში რომ თამაშობ მათ, ანუ აი უკვე აღარ ვიცია. მე რომ ნახე პილოტ რომ ნახე ჩეხოვის პიესას თამაშობ. მოკლედ ხო ეგრე, მაგრამ ერთი ცუდი ჩვევა მაქვს, ადრე მახსოვს აკა მორჩილაძე რო არა, მწერალი მაგან დაწერა რომ იცი რა მე რო წიგნებს კითხულობ, იმიტომ რომ უკვე მჭირდებაო, აი რაც გითხარი რომ რეჟისორს რო უყურებ და უკვე სხვანაირად რო აფასებ რა, როცა ამ სფეროში ხარ. და ჩემი ცოლიო, ხო, კითხულობსო, იმიტომ რომ მართლა აინტერესებსო და რასაც კითხულობსო, მართლა გულით კითხულობსო რა. მე რო 10 კითხულობო, ის 2 წაიკითხავსო, მაგრამ ის 2-იო მართლა ემოციებშია და მე უყურებო ამას უკვე აი დრამატურგია არის, არ არის იმის და პერსონაჟის განვითარება სწორად არის, არ არის, უკვე როგორც თქოს ანალიტიკოსი რა რაღაცა და ხო, ანუ მე მიყვარს რატომაც რო ავიჩემებ რაღაცას, მე მიყვარს ამისი მუდმივად გადაკითხვა და აი ბოლოს როდის წავიკითხე არც მას. მაგრამ წაგან რადგან ახსენე მაინც თინეიჯერები, რაღაც ფილმთან დაკავშირებით რო გკითხე, გამახსენდა, ანუ პირველად, ანუ ესეთი აი მართლა ემოციები რო გამოიწვია ჩემში, იყო ჯეინი არის. თინეიჯერი ვიყავი, ხო, უფრო ცოტა პატარაც და ძამძაფრი იყო, აი ძამძაფრი იყო ჩემთვის და მე მეშინოდა მაგისი, ადრე, ოღონ მე ხო, რაღაც პერიოდი დავდე ფილმს უყურებდი და ბავშვობაში გადიოდა და იქ ხო ჯენიაში ის ქალი როა რა, დაავადებული როზე მეტრო გადაბუგა ყველაფერი
მაგას რო უყურებდი, მაქალისის რო ხედავდი, მთელი ბავშვობა მახსოვს ტრავმა დამჭირდა და მეშინოდა რა მაქალის და ჯეინ ერთან სხვა შეხება არ ქონია, არ მაქვს წაკითხული. უბრალოდ ვერ ვიხსენებ ბოლოს კითხულობდი, რას კითხულობდი ბოლოს. მოკლედ ძალიან მიყვარს ტოკიენის ეს მთელი ბეჭდების ბრძანებლის სადა რა და ძალიან მიყვარს ზოგადად კელტური მითოლოგია და ძალიან მიყვარს კიდე Game of Thrones, ანუ რა და მაგრამ Game of Thrones მიყვარს, ანუ წიგს ვკითხულობდი რა, მახსოვს რომ მაშინ მეთქი აუ როგორ მინდა რაღაცა, მეთქი რა მოხდება რა, სანამ მერვე სეზონი გამოვიდოდა რა და მაინც წიგსში ბევრი რამე უფრო ვრცლადაა და ამიტომ მახსოვს რომ თუ არ ვწდები, ხო, ნაწილი პირველი წავიკითხე თუ არ ვწდები. აი ეგ მახსოვს მაგრამ, იმიტომ ვერაფერ ვერ გავიხსენებ ბოლოს რა წავიკითხე. ხო? ლუნა. ბოლო რამდენიმე წელია უფრო სწორედ ილომ აღმოაჩინა პაკისტანელები, სუფები და მეც რომ მომესმენინა, გახსოვს ერთი პერიოდი, აი შატბერაშვილზე რო ცხოვრობდით იქიდან მოყოლებული 24 საათი მაგას უსმენდით და აი მართლა ძალიან კარგია აი. სხვათა შორის პარიზში რო ვიყავით, მაშინ CD მიყიდა ნუსრათ ფატეხ ალი ხანის მე გასული ვიყავით. მარტო იდგა და სადღაც რაღაცას ათვალიერებდა და ნახა რომ CD ამის ეხლა იშვიათობაა საკმაოდ და ეს ნუსრათ ფატეხ ალი ხან არის ჩვენი, ნუ როგორ გითხრა ესე იგი, რაღაცა ერთი პოსტერი არა მაქვს თორე ჩვენი ალი ლიანად ეგენი არის. ანუ მაშა ამბობ ხო? არ ხომრავთ. სუფები, მეგობრებო ნახეთ ჩატი. ეგ კითხვა უნდა დამესვარო, რომელ მუსიკაზე გახსენდებათ ერთმანეთი? ერთმანეთი? ხო, აი რომელია თქვენ ანუ როგორც წყვილი აღებული, რომ რა სიმღერა იქნება? მე ისი, ანუ ეხა არ ვიცი, ზოგადად ეგრე არ არის ხოლმე, არა, მაგ მუსიკაზე ყოველთვის შენ მახსენდები, მაგრამ ეხა ეგრევე მოვიდა ის ფრანგული სიმღერა რო არის, ქალთან ერთად რომ გერის, გეინსბურგი და მისი მეუღლე, ხო? აჰა, გეინსბურგი. Je t'aime moi, je t'aime moi. კაი, შემთთვის. შემთთვის იცი რასთან ასოცირდები? მე რო თავი და გაგიცანი, მაშინ რა პლეილისტიც ქონდა, ერთ-ერთი ტრეკი იყო კრის სტეპლტონის Daddy on to home. აი, რატომღაც ეგრო ჩაირთოს გამახსენდება ის პერიოდი, როცა გაგიცანი. შენთვის ალბათ სხვასთან ასოცირდება ეგ ბოდიში, მაგიტომ იღე ეგ სახე, მაგრამ ანუ რაღაცა პარტნიორთან არ ასოცირდება ჩემთვის ეგ მუსიკა. უბრალოდ მაგ დროს მახსენებს, როცა შენ გაგიცანი თორე. მასე ეხა ნოი ქიოლნი რო ჩაირთოს პირველი ეგრევე შენ გამახსენდებით, რომ ძალიან გიყვარს დევიდ ბოუის ნოი ქიოლნი. ძალიან მაგარია. დევიდ ბოუზე სულ ყოველთვის შენ მახსენდება. Yes. იმიტომ რომ შენგან გავიგე, მე შენამდე არ ვიცოდი. მადლობა ამისთვის. ანი თუ გახსოვს პირველი ფოტო, რომელიც ერთად გადაიღე და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნე და ისეთი რომელიც არ გამოაქვეყნე. პირველი რომელი იყო, სად გადაიღე? მახსოვს სახურავზე რა გადავიგეთ, გახსოვს ფულასთან ერთად შავ-თეთრი ფოტო და რა მახსოვს ახლა ნახე, ამის ბიძაშვილთან ვართ ფულასთან და რაღაც ფოტოები გადავიგეთ, ვიმაიმუნეთ, დავდე, მახსოვს დავიძინეთ. ალბათ 1 საათი გვიძინა, შუადღე გამომიგზავნე რა ჩაურთო. გავიღვიძეთ და ხდება Facebook-ზე ბუმი, ყველამ გადააშიარა. აი, არ ვიცი, რაღაცა საოცრება მოხდა რა. განი კომბინეზონი გაცვია რა? არა, სიმსონების მაისური მეცვია და ჯინსი და გრძელი თმა მაქვს, ხო? შავ-თეთრი ფოტო. გამოგიგზავნე. მე რა იყო, იცი მე და ილო დაშორებულები რომ ვიყავით, ყველა ფოტო წავშალე და იპოვე. მანახე? ერთ-ერთი იყო ეს, მაგრამ ზუსტად ეს არა. მაგრამ ამ სერიიდან იყო. ამ სახურავზე. ხო, ამ ცოტა სხვანაირად ვდგავართ. აბა? აი ეს. აი ეგ, ხო, ნუ ერთი და იგივე ის. ხო. თქვენი პარტნიორის დაბადების სრულ თარიღს. ანუ დაბადების დღეს, თვეს და წელს. ძალიან მარტივია, ჩემთვის, იმიტომ რომ ტელეფონზე უყენია ეკოდი. აუ, წელი. 29-12 ხო არის? 29 დეკემბერი 91. შესაძიხსენოს. არა უშავს ვარწყეს. არ არის პრობლემა. მე ის არ მოხსოვს რამდენი წლის არის. 22-02, ანუ 96, ანუ 97 არა? ახლა ანის თუ ახსოვს. შენთვის ვიცი, რამდენი წლის გუნდია? ანუ ესე დამაბერე. 97-ში არ ხარ? რა თქმა არა, 92-იანი ვარ, ჩემო სიყვარული. 92. ნუ რამე ხო, ანუ მეთქეს ყველას ეცოდი. ხო ხარ 34-ის. 34-ის ხო და რა კიდე ანუ ვერ გამოვთვალე თორე ის ასაკი ხო ვიცი. კაი, ეხლა და არა ეს თვეც არ არის სწორი. აუ, ვაიმე ნოლორი დავწერე. ძალიან კაი. კაი.
1 2 3 უცებ წერთ ფეხსაცმლის ზომას. ერთმანეთის ზომა. თქვენი არა. ცა სამი და ჩემი უნდა დაწერო ილო ჩემი. ხო და არა შენს ხო. ილოს დღემდე არ ახსოვს, ახლა კითხე, ანი რომელ თეატრშიც იყო, რა ერქვაო და ვერ გიპასუხობთ. 37 არ გა? არა, 38. 38, ანუ 38 მეკ, ანუ 19 ხან როგორ. ეხა დაწერთ ზედმეტი სახელი ბავშვობაში რა გქონდათ, თუ გქონდა და რას ეძახდნენ? 19 შენ. კოჩა. ზედმეტ სახელი ილოს ქონდა. ბავშვობაში, ხო. ილოს ქონდა ცხენა, ფეხბურთში მეგრე მახსოვს, ფეხბურთის ხო, ნუ ცხენი, სხვა არ მახსოვს და შენ არ გეცოდინება ალბათ ჩემი. ცეკვაზე რო დავდიოდი, ყველა მეძახდა ბაბუშკას, ანუ ბებიას გვარის პანჩი, ხო ბაბუშკა. საერთოდ ტელეფონში ერთმანეთი რა სახელებით ყავს ჩაწერილი? რო გვაჩვენოთ. და მგონი ილოგული იყო ეს გარედაქტილი. ილოგული მაქვს, მაგრამ რო რეკავს ილოგული და ილიკოგული ეწერება და ვერ ხვდები რატო რა. და გული ლურჯი. აი შენთანაც ეგრეა მე მგონი, ანი გული და აი რაღაც iCloud-ით რაღაც და გადადის რა, ხო. Bye. მადლობა გაასწორა ძალიან. Bye. 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 მადლობა. Bye. Bye. გამოიწერეთ ჩემი არხი. ეხლა ჩავდივ და ვინ გამოიცნოცავა? რომელი დემა უფრო მოგეწონება მითხარი. 2 3 წავიდა. ეს მოვეწონავე. პირველი. აბა ორცხობილაკ ხო? შოკოლადი. მაჭყვის გემო. მე გამოვიჩანი. ჯერი მოგეწონა? ეს მომეწონა და ეს. მოდი დავლევ ახლა რა. აი, მოტო ეს მომეწონა. ეს ჯობაკაცი მიარია. მე ყველა. ყველა. რა საყვალელი ხარ?